უნგრეთმა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისთვის მზადება უკვე დაიწყო. ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები მომდენო 2 კვირის განმავლობაში უნდა შეხვდნენ. ბუდაპეშტში შეხვედრის იდეა ვაშინგტონს ეკუთვნის, რათა ევროპაში მიმდინარე ომის ევროპაშივე დასრულებას სცადოს. ნატოსა და ევროკავშირის წევრი უნგრეთი განსხვავებული მოთამაშეა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც ახლოსაა და რუსეთთანაც. წინააღმდეგობაში ყველაზე მეტად სწორედ ევროპულ ბლოკთან მოდის, რომელიც მისგან განსხვავებით უკრაინის დახმარებასა და რუსეთის სანქციებას ემხრობა. პრემიერი ვიქტორ ორბანი თვლის, რომ სწორედ ამ პოზიციებმა აქცია ბუდაპეშტი ერთადერთ ადგილად ევროპაში, სადაც ლიდერებს შეხვედრა შეეძლოთ. გადახედეთ რუკას, ლიდერებს და მალევე ნათელი გახდება, რომ ბუდაპეშტი ევროპაში დღეს რეალურად ერთადერთი ადგილი იქნებოდა, სადაც ამგვარი შეხვედრის გამართვაა შესაძლებელი. 3 წლის მანძილზე ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, ვინც ღიად, ხმამაღლა და აქტიურად უწევდა ადვოკატირებას მშვიდობას. ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც თავიდანვე ამბობდა, რომ ომი ცუდია, მაგრამ ეს არაა მიზეზი დიპლომატიური არხების დახურვისთვის. ევროკავშირის სურათს რომ გადახედოთ, იქ ყველა ომის მომხრეა, ჩვენს გარდა. მე ვთვლი, რომ ევროპელებმა უნდა გააკეთონ ის, რასაც აკეთებს ამერიკის პრეზიდენტი. მოლაპარაკებები აწარმოონ რუსეთთან. უნგრელი ლიდერი უკვე ესაუბრა როგორც დონალდ ტრამპს, ისე ვლადიმერ პუტინს. მოუთმენლად ელის თუ როდის ჩაფრინდება ორი უდიდესი სახელმწიფოს ლიდერი მისი ქვეყნის დედაქალაქში. ბრიუსელში ამბობენ, რომ სანქციების მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ევროპაში შესვლა არ ეკრძალებათ. ამასთან ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. ამის მიუხედავად ბუდაპეშტი მას პატივისცემით დახვდება, ამბობენ მასპინძლები. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ უნგრეთში, ბუდაპეშტში მზად ვიქნებით უზრუნველყოთ ყველა შესაბამისი პირობა რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებისთვის, რათა მათ შეძლონ მოლაპარაკებების წარმოება უსაფრთხო და მშვიდ ვითარებაში. უნგრეთი ეს არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, ასევე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო სახელმწიფო მსოფლიოში. ამიტომ თუ სადმე უნდა ტარდებოდეს ლიდერების შეხვედრა, ეს აქ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივისცემით მივიღეთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ის ეწვიოს უნგრეთს წარმატებით ჩაატაროს მოლაპარაკებები და შემდეგ დაბრუნდეს სამშობლოში. არავისთან არ არის საჭირო კონსულტაციები. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო. აქ ჩვენ პატივისცემით მივიღებთ ვლადიმერ პუტინს, შევუქმნით მას შესაბამის პირობებს ამერიკის პრეზიდენტთან სასაუბროდ. უკვე 3 წელიწად ნახევარია ჩვენ მშვიდობისკენ მივისწრაფვით. ჩვენ გვსურს მშვიდობა, რათა უნგრელმა ხალხმა შეძლოს უსაფრთხო ცხოვრება. თუ კი მეზობელ სახელმწიფოში ომია, ეს ყოველდღიური საფრთხეა. გვინდა რომ უნგრელმა ხალხმა უსაფრთხოდ იცხოვროს და ამისთვის გვჭირდება მშვიდობა უკრაინაში. შეხვედრამდე კი იყო სატელეფონო საუბარი, რომელიც რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის 2 საათნახევარი გაგრძელდა. მხარეებმა ის შინაარსიანად და გულწრფელად შეაფასეს. ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის განხილვისას კრემლმა თეთრ სახლს უთხრა, რომ ამ წუთას სტრატეგიული უპირატესობა მათ ხელშია. კიდევ ბევრი რამ ითქვა, მათ შორის მომდევნო შეხვედრისთვის საჭირო სამზადისცეც. воля президентов на то, чтобы такую встречу провести. შეხვედრის თაობაზე ნება ორივე პრეზიდენტის მხრიდან არსებობს. დასაწყისისთვის საუბარი მიდის იმაზე, რომ საკითხების დამუშავებას დაიწყებენ სახელმწიფო მდივანი რუბიო და საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი. ჯერ ერთმანეთს დაურეკავენ, შემდგომ კი შეხვდებიან, რათა ყველა საკითხი განიხილონ. საკითხი კი ბევრია, უნდა განისაზღვროს მომლაპარაკებელთა ჯგუფები, ამიტომ ეს ეტაპობრივად წარიმართება. ნამდვილად შეიძლება 2 კვირის განმავლობაში მოხდეს, ან უფრო გვიან. არსებობს საერთო გაგება, რომ გადადება არ ღირს. ხედავთ, ვინ და როგორ ცდილობს კიევის რეჟიმს ომი გააგრძელებინოს და გადააფიქრებინონ სამშვიდობო გზებზე გადასვლა. ის ევროპული ქვეყნებია, რომლებიც თანხმდებიან მილიტარისტულ ამბიციებზე. უნგრეთი ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, ამასთან მას განსაკუთრებული პოზიცია აქვს სუვერენიტეტისა და საკუთარი ინტერესების გატანის მხრივ და ეს იმსახურებს ლიდერების პატივისცემას. თავარი კი რაც მოსკოვმა ვაშინგტონს უთხრა, ის იყო, რომ ფრთოსანი ტომაჰავკების კიევისთვის გადაცემის იდეას არ ემხრობა, რადგან ეს ფრონტის ხაზზე ვერაფერს შეცვლის, ორმხრივ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პროცესს კი მნიშვნელოვნად დააზიანებს. ამას დაჟინებით ითხოვს ვოლოდიმერ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს 17 ოქტომბერს თეთრ სახლში ხვდება. შეეცადა თუ არა პრეზიდენტი პუტინი ტომაჰავკების გაყიდვაში გადაერწმუნებინეთ? რა თქმა უნდა, რას ფიქრობთ, რას მეტყოდა? თხოვდა რომ უკრაინისთვის ტომაჰავკები მიმეცა? სინამდვილეში კი უთხარი, პრობლემა ხომ არ იქნებოდა მისი მოწინააღმდეგისთვის რამდენიმე 1000 ტომაჰავკი რომ მიმეცა. პირდაპირ ასე ვკითხე და მას ეს იდეა არ მოეწონა. ხანდახან ცოტა უნდა იხალისო, მაგრამ ფაქტია, რომ მას ეს არ მოეწონა. ტომაჰავკი საშიში იარაღია და არავის სურს მისი სამიზნე გახდეს. Tomahawk is a vicious weapon. It's a vicious offensive. It's a vicious attack. 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 It's a
incredibly destructive weapon. Nobody wants tomahawks shot at him. ამერიკელ კოლეგასთან დისკუსიამდე უკრაინის პრეზიდენტმა არაერთი შეხვედრა გამართა ამერიკულ თავდაცვით კომპანიებთან, რომლებიც უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ამერიკულ შეერაღებას აწარმოებენ, მათ შორის პეტრიოტებს. შტატებში შეხვედრა შედგა ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებთანაც. ზამთრის მოახლოებასთან ერთად კიევი მკაცრი სეზონისთვის მზადებას იწყებს. ვოლოდიმერ ზელენსკის მთავარი ამოცანა ახლა კიევში ტომაჰავკებით დაბრუნებაა, რომლებიც საშუალებას მისცემს კიევს რუსეთის ტერიტორიაზე ღრმა დარტყმები განახორციელოს. სწორედ ეს იქნება ცენტრალური საკითხი ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე.